საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებას საერთაშორისო პლატფორმაზე ეცნობიან ვენა 50-ზე მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრების ადგილია. EUTOS საგარეო მინისტერიალს ესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომელმაც მოსკოვის აგვისტოს ომის შემდეგ შეუსრულებელი ვალდებულებები შეახსენა და შეხვედრის მონაწილეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა დარღვეულ უფლებებზე ინფორმაცია მიაწოდა. გამოსვლაში აქცენტირებული იყო საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებიც ოკუპაციაზე რუსეთის პასუხისმგებლობას ადასტურებს. Ministris გზავნილი იყო, რომ EUTOS დღის წესრიგში რუსეთ საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თემა პრიორიტეტად უნდა დარჩეს. ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ქვეყნის შიდა პოლიტიკური ამბები და ამ ფონზე ბოლო პერიოდში გაძლიერებული საერთაშორისო ზეწოლაც. მართული დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ ზოგიერთი აქტორის კოორდინირებული ქმედება. EUTOS მინისტრთა საბჭოს წინაშე გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა ცალკეულ საერთაშორისო პარტნიორებს რადიკალიზაციის ხელშემწყობ მოქმედებებზე მიუთითა. მინისტერიალის პარალელურად გაიმართა ორმხრივი შეხვედრებიც. მოამბე ავსტრიიდან ანა ბროლაძე გვეტყვის რა გზავნილები მიიღო საქართველოს პირველმა დიპლომატმა EUTOS მინისტერიალზე. ლუქსემბურგი, სლოვაკეთი, უნგრეთი, თურქეთი, ტაჯიკეთი. სწორედ ამ ქვეყნების წარმომადგენლებს და საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა ქართველი დიპლომატი მაკა ბოჭორიშვილი. EUTOS 32 მინისტერიალის ფარგლებში მას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ სწორედ ორმხრივი შეხვედრების ფორმატში ღონისძიების პარალელურად კოლეგებთან ესაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და ამ სახელმწიფოებსა და ჩვენს ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგზე. გარდა ორმხრივი შეხვედრებისა, მაკა ბოჭორიშვილს ასევე ჰქონდა შესაძლებლობა, რომ სიტყვით მიემართა 32 შეკრების ფარგლებში ქვეყანაში სტუმრად მყოფი 40-ზე მეტი სახელმწიფოს დიპლომატისთვის. ავსტრიის დედაქალაქი ვენა არის მასპინძელი EUTOS 32 მინისტერიალისა, იმის მიუხედავად, რომ თავმჯდომარე ქვეყანა არის ფინეთი, რომელიც შვეიცარიას გადააბარებს თავმჯდომარეობას და საკუთარ გამოსვლაში მაკა ბოჭორიშვილი საუბრობდა იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია EUTOS როლი განსაკუთრებით საქართველოსთვის რუსული აგრესიის და ოკუპაციის პირობებში, როდესაც სწორედ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია არის ერთ-ერთი მედიატორი ჟენევის დისკუსიების ფარგლებში და როდესაც საუბარი არის მინისტერიალის შეკრებების დროს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, როდესაც ის არ უღვევს პრინციპებს, ჰელსინკის აქტის პრინციპებს, როდესაც საუბარია იმაზე, რომ უკვე მერამდენე წელია ომი მიმდინარეობს ევროპის კონტინენტზე და ახლა დისკუსიები ეხება სწორედ რუსეთსა და უკრაინას შორის გარკვეულწილად შეთანხმების მიღწევას, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს შუამავლობას ამ ფონზე, როდესაც რუსეთის ვალდებულებებზე არის აქცენტი. ამ კონტექსტში საქართველოც არის პირველი, რომელიც 2008 წელს რუსული აგრესიის და ოკუპაციის შედეგად დაზიანდა, რომ ეს საფრთხეები ჩვენი ქვეყნისთვის კვლავაც რეალურია და რომ ამ საკითხის გადაჭრაში EUTO უნდა იყოს აქტიური, რომ მისი მუშაობის დღის წესრიგში საქართველო იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა. ჰელსინკის დასკვნითი აქტის მიღებიდან უკვე 50 წელი გავიდა და ეს თარიღი გვახსენებს, რომ ნახევარი საუკუნის წინ შეთანხმებული პრინციპები, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, დავების მშვიდობიანი მოგვარება და ადამიანის უფლებების პატივისცემა დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშვიდობის, სტაბილურობისა და მილიონობით ადამიანის ღირსებისთვის. საქართველოსთვის ეს პრინციპები მხოლოდ თეორიულ დატვირთვას არ ატარებს. ეს პრინციპები პირდაპირ ეხმიანება უსაფრთხოების იმ ძირითად გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩემი ქვეყანა დგას. საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20% დღემდე ოკუპირებულია და რუსეთი კვლავ აგრძელებს არალეგალურ სამხედრო ყოფნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ოკუპაციის შედეგები მძიმეა. ეთნიკური წმენდა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევები, წამებისა და მკვლელობის ტრაგიკული შემთხვევები და 100,000-ობით იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებიც 10 წლეულებია იმედითელიან საკუთარ სახლებში დაბრუნებას. საერთაშორისო საზოგადოებამ ვერ და არ უნდა უგულებელყოს ჰიბრიდული ომი და ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები. რუსეთის პასუხისმგებლობა ოკუპაციასა და ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ. მიუხედავად ამისა, რუსეთი აგრძელებს საკუთარი ვალდებულებების უგულებელყოფას. ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ სრულდება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კვლავ არ ეძლევა შესაძლებლობა სრულად განახორციელოს თავისი მანდატი და ჰქონდეს წვდომა ოკუპირებულ რეგიონებზე. საქართველოს
საქართველოს მიზანია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამ მხრივ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მნიშვნელოვან მექანიზმად რჩება. ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა ორ ძირითად მიმართულებას ეფუძნება: ქვეყნის დეოკუპაციას და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოების შერიგებას. ვენაში დღევანდელ შეკრებაზე არაერთხელ ითქვა, რომ ორგანიზაციის დაარსებიდან საიუბილეო 75 წლის თავზე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია კვლავაც ერთგულია ჰელსინკის პრინციპების და იმ შეთანხმების, რომლის გარშემოც სახელმწიფოები წლების წინ გაერთიანდნენ. დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც აღნიშნა საკუთარ სიტყვაში, რამდენად მნიშვნელოვანია ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემა, რომ არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია თუ ინსტიტუტი არ გახდეს მიზანმიმართული დისკრედიტაციის შემოქმედი რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ წაქეზება ძალადობრივი სცენარებისა საფრთხეებს ქმნის, მათ შორის უსაფრთხოების კონტექსტშიც. და მაკაბოჭორიშვილმა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულწილად უპასუხა იმ პოლიტიკურ გზავნილებს, რომელიც ისმოდა მათ შორის EU-32 მინისტერიალის გახსნის დროს, როდესაც მაგალითად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს EU-ს თავმჯდომარე ქვეყანას, ისაუბრა იმ თბილისურ ვოიაჟზე, რომელიც გარკვეულწილად იყო ხმაურიანი და რომლის გამოც საქართველოს ხელისუფლებამ EU-ს თავმჯდომარე ქვეყანა დაადანაშაულა გარკვეული საერთაშორისო წესების დარღვევაში, რომ ეს ვიზიტი არ ემსახურებოდა EU-ს სტანდარტებსა და პრინციპებს და არ წარმოადგენდა ამ ორგანიზაციას მისი მთავარი დანიშნულებით, ასე ვთქვათ. დღეს კრიტიკული იყო ასევე გარკვეულწილად განცხადება EU-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მხრიდან, ასევე გახსნით პანელზე და მოგვიანებით მაკაბოჭორიშვილმა უკვე საკუთარ სიტყვაში უპასუხა პოლიტიკურ გზავნილებს. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი არ არის არჩევითი. ანგარიშვალდებულება უნდა იყოს უნივერსალური ორმაგი სტანდარტების გარეშე. საქართველოდან კავკასიაში ცენტრალურ აზიამდე EU-თო უნდა დარჩეს ხიდად, როდესაც წითელი ხიდები ირღვევა, როდესაც შესაძლებლობები ჩნდება. საქართველოში ჩვენ ვიცავთ გამოხატვის თავისუფლებას, პროტესტის უფლებას და დემოკრატიულ პროცესს და ამავე დროს ვინარჩუნებთ დიალოგს ღიას. სომხეთში და აზერბაიჯანში შერიგების პროცესისკენ იდგმება ნაბიჯები და ეს არის ნამდვილად კარგი ამბავი. და EU-ს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის მხარი დაუჭიროს მდგრად მშვიდობას. ცენტრალურ აზიაში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკური მდგრადობისთვის და სტაბილურობისთვის. სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესებში პოზიტიური განვითარება ვიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. აგვისტოში ჩვენ მივაღწიეთ კონსენსუსს, რომ დაგვეხურა მინისტრუქტურები, რომლებიც მუშაობდნენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე. ეს იყო გადამწყვეტი ნაბიჯი, რომელმაც მხარი დაუჭირა სამშვიდობო პროცესს და მოხსნა ძირითადი ბარიერი ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ბიუჯეტის მიღებისას. საქართველოში ჩვენი ვალდებულება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რჩება მტკიცე. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მეშვეობით ჩვენ გავაღრმავეთ ჩართულობას სამოქალაქო საზოგადოებასთან. ჩემი ვიზიტი ასევე შეეხო დემოკრატიულ უკუსვლასა და სამოქალაქო საზოგადოებისა და ხალხის თავისუფლების არსებით როლს. გამოვხატავთ მადლიერებას ჩვენი პარტნიორების მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. უმნიშვნელოვანესია, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება EU-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტთა შორის იყოს. აქვე მინდა მივესალმო EU-ში შვეიცარიის მომავალ თავმჯდომარეობას და ველით წლის დასაწყისში თავმჯდომარეობის ვიზიტს საქართველოში. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ კიდევ უფრო გააძლიერა ის საფრთხეები და მოწყვლადობა, რომელთაც წინაშე საქართველო დგას. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩემს ქვეყანას არ იცავს არანაირი კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგა. ამ კონტექსტში ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სტაბილურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ღრმად ვარ შეშფოთებულნი მართული დეზინფორმაციის კამპანიებისა და ზოგიერთი აქტორის კოორდინირებული ქმედებებით, რომლებიც მიმართულია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების წინააღმდეგ. ეს დესტრუქციული მცდელობები მიზნად ისახავს ზიანი მიაყენოს საზოგადოების ნდობას, გააღრმაოს პოლარიზაცია და შეასუსტოს სახელმწიფოს საფუძვლები. სამწუხაროდ, სულ უფრო ხშირად ვხედავთ მსგავსი მიზნებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების ბოროტად გამოყენების მცდელობებს, რაც ზიანს აყენებს მათ რეპუტაციას და მათ და მის საზოგადოების ნდობას. მეტიც, ქვეყნის შიგნით რადიკალიზაციის წახალისება ვერ და არ შეუწყობს ხელს რეგიონულ უსაფრთხოებას. საქართველო აგრძელებს სტაბილურობის გამყარებას საკუთარი დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვისა და მდგრადობის გაძლიერებით, ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და ჩვენი სუვერენიტეტის შერყევისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობის
საპასუხოდ. გუჯერა, რომ დემოკრატიული მმართველობის დაცვა და მდგრადობა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის წინაპირობაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ევროპაში. საქართველო მტკიცედ განაგრძობს მშვიდობისა და რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობას და მზადაა იმუშაოს ყველა პარტნიორთან საერთაშორისო სამართლის აღსრულების, სუვერენიტეტის დაცვის და სამხრეთ კავკასიასა და ეუთოს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია აგრძელებს ვენაში მუშაობას. დღეს ჯერ არ დასრულებულა ეუთოს 32 მინისტერიალის პირველი სამუშაო დღის წესრიგით გათვალისწინებული შეხვედრები. აღსანიშნავია, რომ უკვე ხვალ მოვისმენთ შემაჯამებელ პრესკონფერენციას და თავმჯდომარე ქვეყანა ფინეთი ხელმძღვანელობას ორგანიზაციისას გადააბარებს შვეიცარიას. ალბათ გაკეთდება ეგრეთ წოდებული ტროიკის განცხადება. ყოფილი მოქმედი და მომავალი თავმჯდომარეები ისაუბრებენ ორგანიზაციის პრიორიტეტებზე, რა იქნება ის ძირითადი აქცენტები, რომელზეც უკვე შვეიცარიის თავმჯდომარეობა იქნება ფოკუსირებული.